Ვირფასო მეგობრებო, ჩვენ სტუმარს რამდენი პროექტიც აქვს შექმნილ, გაკეთებული ყველაფრის ჩამოთვლა რომ დაიწყო, დღევანდელი გადაცემა ნამდვილად არ გვეყოფა, ამიტომ მე უბრალოდ მის სახელს და გვარს ვიტყვი და დანარჩენი თქვენ თვითონ გაგახსენდებათ. ჩვენი სტუმარია იუმორინას და გია ბაღაშვილის მამა ბატონი ჯემალ ბაღაშვილი. მოგესალმებით ბატონო ჯემალ, მართალია იუმორინას ტაში ვერ დაგახვედრეთ, მაგრამ ამასაც არა უჭირს. არანაკლები იყო, არანაკლები, როგორ ეგადრებათ. გაიხარეთ, ისე თუ გაქვთ გამოთვლილი, აი ყველაზე ხანგრძლივი ტაში რამდენი ხანი გაგზელებულა? მაგას ადაფისკას. მაგას დიდხანს, რა თქმა უნდა. გვერდმა დიდხანს გააგრძელოს კიდე, იმიტომ ჩვენი ყო. ამინ. ყველაზე დიდი საჩუქარი ჩვენი ეგ არის. კი ბატონო, ესე იგი თავისუფლად შეგვიძლია იუნესკოს ან გაეროს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად ჩავთვალოთ იუმორინას ტაში. კი ბატონო, შეიძლება. არ არის მე მგონი ცუდი იდეა და პრინციპში რომ არ მოგატყუოთ ჯემალ ბატონო, თქვენი სტუმრობის თავარი მიზანი ჩემთვის არის ის, რომ გამეგო 2026 წლის იუმორინაში მე ვიქნები თუ არა მონაწილე. რა გითხრა უნდა მაგას როგორ გეგადრება ბატონო? თქვენ გენაცვალეთ, დიდი მადლობა. აქვე მინდოდა დაგშვიდობებოდით, მაგრამ ჩვენი ტელემაყურებელი ამას არ მაპატიებს რა თქმა უნდა. თავარ კითხვაზე მიიღე პასუხი. თავარ კითხვაზე პასუხი მიიღე, ახლა თავისუფლად შეგვიძლია საუბარი განვაგზოთ. ესე იგი, თქვენზე კი ვარ ცოტა ნაწყენი, მაგრამ რა ვიცი, მაინც გეტყვით. ჭხიფთა ქორწილში ახლა კარგი როლი კი მომეცით, მაგრამ თამადის როლი რატომ არ მომეცით ეგ? არა და როლი მართლაც დიდებულად მოირგო, მოგეხსენებათ თომას როლს მე ვასრულებდი და მე გადავულოთ ცეზურას. დიდი მადლობა ამისათვის, რა თქმა უნდა. ძალიან სწორად, მაგრამ კაცო, მე ვანაწილებდი ამ როლებს და ეს და ბუთხუზის იმდენად ვიყავი დაკავებული, რომ ყველა როლი გამოშწულიყო საინტერესო ნომრები შექმნილი იყო სათანადო დონეზე, რომ ჩემთვის აღარაფერი დამჭარ. თუ დააგვირდები, თომა არ მღერის არაფერს, არც უკრავს, არც მღერის და ერთადერთი მისია აქვს, რომ ხელი უნდა გააქნიოს, აპაპაპა არ გავატან არავითარ შემთხვევაში ზაქარას, სანამ არწივი არ ეტყვის. აი ეს არის მთელი მისია. რადგან ზურა მომიპატიჟე, ვიფიქრე, რაც სირცხვილია, რაღაცა პატარა მონაკვეთი მაინც ვამღერო. მე ვოკალზე არა მაქვს პრეტენზია, მაგრამ ამას აქვს. კარგი მივესით ეს ნაწილი, როცა ბუდეს უშენებენ, თომას თქვენთან ერთად ვიზრე იმ ახალ სახლობას. ჩემი რაღაც დახმარებისათვის დიდი მადლობა. სიკეთით გადამეხადოს თქვენი გარჯა, თქვენი შრომა გენაცვალოთ ზია თომა, დიდი მადლობა. ნუ ჩემთან გასხოვებით კარგად მღეროდეს. ნუ ახლა თლათ ასეც არის. ეს მოვაგვარეთ, მაგრამ კაცო, სიმღერაშიც მაგარია, ცეკვაში მაგარია, აქტიორი ხო არის და არის. სულ ეს ღიმილი ფირმენი, მოძებს ღიმილის ბიჭი იყო, მე ღიმილის კაცი, ახლა ღიმილის ბაბუა გახდა. გაიხარე მუშავდა რა ამიტომ დამებულო. ხო, ერთ სიტყვით ყველანაირად ვენდობი და დიდებულად არწმევს თავს ყველაფერს, მაგრამ თავარი თემა როცა არის რომ უნდა შემოესიო ჩიტები და უთხრა რომ გააყოლე ზაქარას კაცო უყვართ ერთმანეთი და ამან შეუვალი სახე უნდა მიიღოს, კატეგორიული უარი უნდა განაცხადოს, სანამ მარწივი არ ეტყვის, უნდა აქნიოს ხელი. ეს ერთელი ამბავი, არც მიგვიქცევია ყურადღება, რა უნდა ამას ურას. ერთი დუბლი, ორი დუბლი, რა უნდა, რა სერჩიან. დავაგვირდი, რა ხდება, კაცო, რომ მიდიან, რომ ესე იგი, რომ აი ოჯახის პატრონი, ასწავლის, დილობიანი, წითელი. ორი სიტყვა არ აქვს, დათქვამი იღება, კი კაცო, წეიყვანოს ეგეთ. რაზეა სა. მე ვთქვა კაცო, რა საკეთებ? აბა ქორწილზე რა სიტყვა. ეთყობა. ჩემი ჭხიყვებიც ასე ადვილად დავათხოვე, სულ ყველას ვატარებ. აი ასეთი იყო თომას ისტორია. ძალიან მაგარი იყო და ჩემთვის მართლა დაუვიწყარი მოგონებები იყო ჩემთვის და დიდი მადლობა ამისათვის. თქვენ და თვითოულ ივერიელს და ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო და მეც მოცა საშუალება. ესე იგი, ისეთ პერიოდში გქონდათ თქვენ ბატონო ჯემალ გასტროლები და მთელ დედამიწას უვლიდით წრეს, რომ მე დარწმუნებული ვარ უკვე იმაში, რომ ჯორდანო ბრუნოს ის თეზისი, რომ დედამიწა მრგვალია, მე მგონი თქვენი მეშვეობით დამტკიცდა. კი ბატონო, ჩვენ დავამოწმეთ. ნამდვილად ასე ბეჭედი დაასვით, ასე თქვათ და ნამდვილად ასე აღმოჩნდა. 72 ქვეყანა მოვიარეთ. 72 ქვეყანა. და სხვათა შორის არ თვლით მეორჯერ სადაც ჩავდიოთ, იმიტომ გერმანიაში მაგალითად 12 ჯერ ვიყავით. ის ერთ ქვეყანაში. ის აღარ, ხო, ერთად ითვლება.
კი ბატონო და ეხლა იმდენმა ხალხმა, იმდენმა მომღერალმა გაიარა თქვენს ხელში რომ ესე იგი ფაქტიურად ქართული ესტრადის ნახევარზე მეტის მამა თუ არა ნათლიად მაინც ითვლებით. ნათლიად შეიძლება ჩავიტვალო კი ბატონო. ნუ დარჩენების ბიძია თუ გვებიზია. თომად, კი ბატონო. როგორც ვიცი, კრივით იყავით გატაცებული. იყო ესეთ პერიოდი. კი ბატონო, ბატონი გია ბაღაშვილი აგერ კარატეთი იყო დაკავებული. მაგის დროს ეგ იყო ბოდაში. კი ბატონო, ესე იგი, რა გამოდის რომ თქვენ უამრავი ადამიანის როგორც გართობა შეგიძლიათ, ასევე კარგი დაბეგვაც. მაგის საბედნიეროდ არ დაგჭირებია და არა. მაგრამ ის კი კარგია რომ თვითონ კარატეში უცნაური რაღაცა რომ პირველი დარტყმა არ არსებობს, იწყება ნებისმიერი კატა ეგრეთ წოდებული. კატა, კი ბატონო. იწყება დაცვით. არც ერთში არ არის აგრესიული მოქმედებით დაწყება, ესეთ შედობლივი. საქართველოსავით ყოფილა ესე. თავდასხმით ომში არასდროს ყოფილა. ჩვენ იძულებული ვარ და ისინი ნებაყოფლობი დაგედებენ. ერთი ესეთი ცოტა ინტრიგნული და საკმაოდ ესეთი პრობლემატური კითხვა მინდა დაგისვათ და თქვენს პასუხს საკმაოდ ესეთი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. აი, ქართული სინამდვილიდან გამომდინარე, ქართველი კაცის სიძლიერე რაში უფრო გამოიხატება? სიმღერაში, ცეკვაში თუ დალევაში? აი, ყველაზე ნიშანდობლივი ისაა, რომ აი ყველაფრის ერთობლიობაში. გაიგეთ ხალხო, გაიგეთ, რო შემჭამეთ არ დალიო, არ ცეკვო, არ იმღერო. თუ არ დალიო, ვერც იცეკვე, ვერ იმღერებ. ამაში ეს ერთი მეორეს ეხმარება და აძლიერებს, ეგრეა. გადასარევი პასუხია თქვენ გაიხარეთ, აი თქვენარი სტუმრები ხშირად უნდა მყავდეს გადაცემაში. მაშინ მოდი ახლა აქეთ გავიხედე და ესეთ რაღაცა მინდა კითხოთ და შემოგთავაზოთ. ესე იგი, ერთი ბათუმელი ნიჭიერი მცირე ზომის ადამიანი მყავს აქვე სიახლოვეს და ხომ არ მიხედავდით ამბიც, ხომ არ წაიყვანდით? ჩემთან? თქვენთან დიახ. ბათუმელი მცირე ზომის ნიჭიერი, მასეთ უკვე მყავს კაცო ხვიჩა ბაღლაგელი. ესე იგი, ხო ვერავის ვერ გავაყოლე. ჩვენი აგენტები ყავს მცირე ზომის. კი ბატონო, კი ბატონო. ესე იგი, ეხლა რადგან ამ მცირე ზომის ადამიანზე ჩამოვარდა საუბარი, ნუ მოგეხსენებათ მისი ფინანსური მიდრეკილებები და მისგან დაზარალებული ხალხის საკმაოდ ვრცელი სია არსებობს. ჩემთვის ხელმისაწვდომი გახდა მხოლოდ მისი ნაწილი და თქვენ რომ გთხოვოთ ბატონი ამიკოს მიერ დაზარალებული მოვალეების სია წარადგინოთ მაყურებლის წინაშე თქვენეული განუმეორებელი მანერითა და ხმით. კი ბატონო, თუ ეს ამიკოს რაბეში წაადგება? ამიკოს არა და იქნება ჩვენ წაგვადგეს რა ხმით. ბატონო, ეს სია მომზადებულია. აბა, მოეწედი რა სია. ეგრეთ წოდებული თეთრი სია. არა, თელსია ვერსია უნდა ერქვა, თუმცა ცუდი სია ვერ არის გაიცი. ვერსია უფრო ვერ არის გაიცი და მე ვერსია უფრო ეს. დავიწყოთ კი ბატონო დავით, გთხოვთ მუსიკის გარეშე არ გამოვა. ნება წარმოგიდგინოთ ამიკოს მევარეთ სასია. ზურა მანჯავიძე. ზვიად გრიაძე. უმშვენიერესი ქალბატონები ლიზი დარასელია, ანანო სამხარაძე, ინათი ჯოხაძე და რა თქმა უნდა მაესტრო დავით ფორჩხიძე და მისი მთელი ბენდი. მისი მთელი ბენდიო ხაზგასმით იყო ნათქვამი. ასე თუ გაუხარდებოდათ კიდე გამოაცხადებ გასავალი. ვიღაჩავრიო საქმეში, ვიღაჩავრიო ჩემო ამიკო საქმეში. ჩემი იუმორი ნამაქმე. ფინალისკენ მივდივართ ახლა ბატონო ზემა და მინდა გითხრათ რომ ესე იგი მუსიკოსი, ესტრადის რეჟისორი, სცენარისტი, ვირტუოზი გიტარისტი, ასე შემდეგ, ეს არის ის მცირე ჩამონათვალი, რასაც თქვენზე ვიკიპედიაში ამოიკითხავს ადამიანი. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი კეთილი, უსაყვარლესი, უნიჭიერესი, გენიოსი, უთბილესი ადამიანი ეს მცირე ჩამონათვალია, რასაც უბრალო ხალხი ამბობს თქვენზე.
ურმესი მადლობა, მაგრამ აქვე არ შემილია ზურა შენს გამოგადგება, ეგ არ გავიხსენო ჩვენი უგდავი და სულნათი იმის სულს ვენაცვალე ჩვენი ანზორ ერქომაიშვილი თავის ფანტასტიკური გამოთქმით სუფრაზე თუ გენიოსი გიწოდეს ბედნიერება, მაგრამ თუ დეიჯერე უბედურება. ხოდა შოუზე ხომ არაფერი უთქვამს ბატონამზეს, ამიტომ დაიჯერე. და ბოლოს ბატონო ჯემალ მინდა გთხოვოთ რომ ივერიის რეპერტუარიდან ერთი სიმღერა ჩვენს რომ შევასრულოთ თქვენთვის და ჩვენი მაყურებლებისთვის, რა თქმა უნდა თან მით უფრო ივერიას და დიდ ბუთხუს ბასილაიას, ბატონ ალექსანდრე ბასილაიას ნებართვა მიცემული აქვს ჩვენი დათო ფორჩხიძესთვის თავის დროზე და ამ ტრადიციას ნუ დავარღვევთ. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. რომიდის სევდა გვერევა წუხილი ძველი ხანდახან არც გვემღერება და მაინც მღერი იცის რაც იყო წასულმა გაიხარეს ბატონო ჯემალ რას გვეტყვით აბა ასო ხო ხედავ როგორი სევდითაა დამღერო 13 წელი რა უცებ გასულა არ ვიცი ახლა 13-ის საგრალურობა შეგვაშინა თუ მართლა ასე ვფიქრობდით რომ ძალიან დიდი დროა გასული
არც მეტი, არც ნაკლები, რამოდენიმე თვეში ივერის 60 წლის იუბილე. აი, მოგვიწევს სიმღერა. ვაი, უცებდა სულა 60 წელი მოგვიწევს. 60 წელი წარმოიდგინე. 60 და 25 წლის წინ მე გავაკეთე ამ სიმღერას. ვეგენაცვალე, გაიხარეთ. ბატონო ჯემალ, კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა მოგზაურობისთვის. ჩვენი სტუმარი იყო ლეგენდარული ბატონი ჯემალ ბაღაშვილი.